გამარჯობა, ეს არის სივრცე თვითფლობა, მე ვარ რუსა და დღეს განსაკუთრებული დღე მაქვს, რადგან თვითფლობამ დაიწყო ფსიქოლოგიური რუბრიკა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ რუბრიკას ხსნის პროფესიონალი ვახტანგ ჯაფარიძე. დღეს ჩემი სტუმარი არის ვახტანგი, გამარჯობა და ძალიან მიხარია, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმიანობას, პროექტს სწორედ შენთან ერთად ვიწყებ. გამარჯობა. აქვე უთხრათ მაყურებელს ჩვენი პროექტის დეტალების შესახებ. მე დავახომ დავგეგმეთ ერთგვარი ფსიქოლოგიური ციკლი, რომელიც შედგება 8 კონკრეტული თემისგან. თვეში ერთი თემის ირგვლივ ვისაუბრებთ, ერთი საუბრის ფარგლებში და ასე ნელ-ნელა მიმოვიხილავთ მნიშვნელოვან თემებს. დღევანდელი თემა, პირველი, რასაც მიმოვიხილავთ, არის ნევროზი, შფოთვა და ნერვული დაძაბულობა თანამედროვე ცხოვრებაში. ვახო, მოდი დავიწყოთ უშუალოდ ნევროზის, შფოთვის და ამ ნერვული დაძაბულობის ახსნით და განმარტებით მარტივი და გასაგებიანით, ისედაც ძალიან უშუალოდ საუბრობ და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესოდ და მარტივად აღსაქმელი იქნება მაყურებლისთვის. რა არის ნევროზი, ხო, რომელიც მე ეკმნის შფოთს და ნერვულ დაძაბულობას. ძალიან მარტივიანით რო ახსნათ, ვინილის ფირფიტები თუ გახსოვს, თუ გახსოვს, რომ იჭედებოდა ხოლმე ერთ სიმღერა, გინდა მოგიყვეს ზღაპარი, ეს საშინელებას რო ემართებოდა ხოლმე. როდესაც ერთი სიმღერა გაიჭედა თავში. და ვერ სრულდება და სუმეორდება ერთი და იგივე. რატო ხდება ეს? რაღაცა სიტუაციაში ადამიანმა რაღაცა სურვილი ვერ განახორციელა. რაღაცა ამოცანას ვერ მიაღწია, ან რაღაცა პროცესი არ დაასრულა. ჩვენ გონებას twins უფრო სწორედ ყველაზე კარგად ამახსოვრდება დაუსრულებელი მოქმედებები. შესაბამისად, ამ დაუსრულებელ რაღაცას ძალიან კარგად იმახსოვრებს. მაგალითად, ბავშვობაში ვიღაცა გაბულინგებდა და გინდოდა რომ დაგერტყა, გეკბინა, რაღაცა აგრესია გამოგეხატა. იქ ვერ ქენი რატომღაც ეს სურვილი დაიწრკუნა, მაგრამ ეს განუხორციელებელი ამოცანა დარჩა. და შეიძლება შემდეგ ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა სიტუაციებში ამ აგრესიამ ამოხეთქოს. და აი ეს ნევროტული მარყუჟი შენარჩუნდეს, ასე ვთქვათ, ბევრი წლის განმავლობაში. ყოველ ესეთ დაუსრულებელ მოქმედებას მიაქვს ენერგიის რაღაცა დოზა. და რაც უფრო მეტია ესეთი დაუსრულებელი პროცესი, მით უფრო ბევრი ფსიქიკური ენერგია იხარჯება ამის მომსახურებაში. და აქ არის აუცილებელი რომ იყოს მაინც და მაინც ტრავმატული სიტუაციები. მაგალითად, უჯრა გამოაღეთ, რაღაცის ამოღება გინდოდათ, უცებ ვიღაცამ დაგირეკათ. ვთქვათ, იქით გადართეთ ყურადღება და აქ სხვა მაიღო და სხვამ დაკეტა. ეს უჯრა და შენ არიც. და აი ესეთი ბევრი წვრილმანი დაუსრულებელი, ასე ვთქვათ, მოქმედება გროვდება და ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ ხარ ან დაძაბული, ან გადაღლილი, ან იცი რა უნდა გააკეთო, მაგრამ ენერგია ელემენტარული რაღაცეების გასაკეთებლად ვერ იქოქები რა, მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად, ეს რას გავს, ცეი, ძალიან ბევრ ფანჯარას რო გახსნი კომპიუტერში, ძალიან ბევრი პროგრამა როა გაშვებული და რაღაცა მომენტში მეხსიერება რო ვეღარ ყოფნის და ეკიდება, ნელდება. ეს ემართება ადამიანს. აი ეს არის ნევროზი. და ეს ყველაფერი ვლინდება შფოთვის სახით, ხო, ვახო? ყოველთვის არა. შფოთვა როგორ ხდება, ხო, როგორ არის მექანიკა ამ პროცესს. სხეულში ჩნდება შიშის განცდა. ძირითადად სხეულის ქვედა ნაწილში, მაგალითად. მუცელი და ქვემოთ, ხო, სადაც შიშები რეალური შიშის განცდა არის ხოლმე მანდ. მაგალითად ადამიანები, რომლებიც ისეთ სიტუაციებში ყოფილან, სადაც მათ სიცოცხლეს ემუქრება რაღაცა საფრთხე, მათ შეუძლიათ რომ მოგვიყვნენ, რომ ესეთი საშიში სიტუაციების წინ ხანდახან რამდენიმე საათით წინ მუცლის ქვედა ნაწილში იწყება შესაბამისი დისკომფორტული შეგრძნებები. ხო და რა ხდება? ჯერ მოდის შიშის შეგრძნება, ნეგატიური შეგრძნება. და საინტერესო ისაა, რომ ამ დროს სიტუაციაში გეგონება არაფერი არ ხდება ნეგატიური. ხო? მშვიდობიანად, ზოგადად სადაც კაფეში თუ რაღაც სამოვიდა შეგრძნება.
შემდეგ twin ცდილობს აუხსნას საკუთარ თავს, აი ხა რატო ვშფოთო. შემდეგ ირწება ფანტაზია. წარმოდგენები 1000 რაღაც. შეიძლება ეს, აი იქნებ სამსახურში მიპირებს ვიღაცა გაგდებას, იქნებ ქმარი მღალატობს, იქნებ, აი რატომ აქ ესეთი წინადგრძნობა, ხო, შიშის. შემდეგ ეს დახატული სურათები, ეს ფანტაზიები კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს ჩემში. უკვე შეგრძნებებს კი არა, უარყოფით ემოციებს იწვევს და მარყულში შეიკრა. სანამ რაღაცა არ გამომიყვანს აქედან. და აი ეს ეყალიბდება შფოთი. და რატო ჩნდება ის ნეგატიური პირველადი შეგრძნება? იმიტომ რომ წარსულში სადღაც არის გადაუმუშავებელი, მოუნელებელი ფსიქოლოგიური ტრავმა, ტკივილი. და ამ სიტუაციაში სადაც ხარ, ან ამ ცხოვრების პერიოდში სადაც ხარ, მოკლედ რაღაცამ შეიძლება აბსოლუტურად უწყინარმა რაღაცამ გაგახსენა. მაგალითად, იმ სიტუაციაში სადაც ტრავმა მიიღე, იყო რაღაც ოთახი ცისფერი კედლებით და შეხვედი სადღაც ცისფერი კედლები. აბსოლუტურად სხვანაირი. თუნდაც აი ესეთმა რაღაცაებმა შეიძლება გააქტიუროს აი ეს წარსული ჭრილობა, სულიერი და გამოიწვიოს ტკივილი, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს ამნეზირებულია ის, აი ძალიან ბევრი რო იფიქრო, ვერ მოგივა თავში რომ შეიძლება აი ის იყოს რეალური წყარო, გაუცნობიერებელია აბსოლუტურად. არაცნობიერშია და იმიტომ. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენზე მოქმედებს ყველაზე ძლიერად ის, რასაც არ ვაცნობიერებთ. ძალიან ხშირად მოსულან კლიენტები ჩემთან კონსულტაციებზე და უთქვენ ესეთი რაღაც, რომ მე ვიცი მიზეზი რა არის და მიზეზის დამუშავებამდე. ერთი შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც ადამიანს ეთქვა, რომ მე ვიცი რა არის მიზეზი და ეს რეალური მიზეზი აღმოჩენილა მე. ყოველთვის რაღაცა არის უფრო ღმად. და შესაბამისად, აი ეს რაღაცები, გადაუმუშავებელი ტრავმები აჩენს შიშის გრძნობას, ნეგატიურ შეგრძნებებს და მე ფანტაზია უკვე გვიმატებს და გვიმატებს ზემოდან. და სხვადასხვა მატრიგერებელი საშუალებები ასტიმულირებს ამ ტრავმას, რაც გამოხატულია სხეულებრივი რეაქციებით, თუნდაც. და ემოციური. სხეულებრივი შეიძლება გულში იგრძნო რაღაც დაძაბულობა ან რაღაც მოჭიმული ხარ, გიცემს გული, შიშია, მუცელში დაჭიმულობა. სამი კომპონენტი. პირველი არის ნეიროგუმორალური ძვრები, სხეულში ეგრეთ წოდებული, ანუ შინაგანი ორგანოების რეაქცია. გული, ფილტვები, მონელების სისტემა, თირკმელები, ღვიძლი, ელენთა, შარდის ბუშტი, გენიტალიები და ამ შემდეგ. მეორე კომპონენტი არის კუნთები, კუნთოვანი დაძაბულობა, ან აი საზიზღრად რომ მოდუნდება ხოლმე, ხო იცი, უძლურების განცდა რო გაქვს, შეიძლება აქეთ ხარეს წავიდეს. რადიკალური ესე იგი. და მესამეა სუნთქვის ტიპის შეცვლა, ან უფრო ხშირად იწყებ სუნთქვას, ან ითრგუნება სუნთქვა პირიქით, ან ხანდახან ზოგი ადამიანი ამასაც ჩივის ხოლმე, სუნთქვა მავიწყდება. რას ნიშნავს? როდესაც სუნთქვა ითრგუნება, აი ადამიანი სუნთქვა უწევს სუნთქვა გაჩერდა. ესე იგი დაფიქრდა რაღაცაზე, რაც მისთვის არის სტრესული ან მატრაუმირებელი. ამ დროს ადამიანებს გონიათ რომ ფიქრობენ. სუნთქვის შეწყვეტა და აზროვნების შეწყვეტა ერთდროულად ხდება. ან შეწყვეტილი შეიძლება იყოს, ან გახშირებული და მძიმე, ხო, სუნთქვა. აი ეს სამი კომპონენტია, რომელთაც იწყება. შემდეგ ტრავმას გარდა ფიზიოლოგიური ნაწილის რას ქვია ფიზიოლოგია, რატო ჩნდება საერთოდ ეს რეაქციები? იმიტომ რომ გარკვეულ მოგონებას და ტკივილის ზონას შორის twinში გაჩნდა ნეირონული ბმა, ფიზიკური ბმა. და სანამ ეს ბმა არის ესე, ხო? ტრიგერები, რომელიც ასე ვთქვათ, იყო ამ მოგონებასთან დაკავშირებული, გააქტიურებს ამ ტკივილის ზონას. აღმოჩნდა შესაბამის სიტუაციაში, რამაც გაგახსენა არაცნობიერ ქვეცნობიერში ტრავმასთან დაკავშირებული პარალელი გაავლო, ასე ვთქვათ, სხეულმა twinმა, წამოვიდა რეაქციების სახით. ტრიგერის სახით რა შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს გამოსახულება, რაღაცა დავინახე. შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს სუნი, შეიძლება იყოს გემო, ფერი, შეიძლება იყოს დღეღამის რაღაცა პერიოდი, შეიძლება იყოს წლის რაღაცა სეზონი, შეიძლება იყოს რაღაცა მოვლენის წლისთავი, შეიძლება იყოს რაღაცა პროცესების სტრუქტურა. თვითონ. აი მაგალითად დედა-მამა ჭუბობდნენ ბავშვობაში და ეს მატრაუმირებდა, ხო? და კრივს უყურებ. აქაც ვიღაცა სტრუქტურა, ხო? არის ერთ სუბიექტი A, სუბიექტი B და ამათ შორის არის კონფრონტაცია, რატომღაც ვერ არ მსიამოვნებს. ხო, ამიტომ ტრიგერები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ხანდახან მარტივი, ხანდახან კომპლექსური, ხო? იმიტომ რომ ადამიანის twin არის საკმაოდ შემოქმედებითი.
და ამ შემოქმედებითობის გამოისობით შევქმენით ესეთი ცივილიზაცია, ხო? ზუსტად ასეთივე შემოქმედებითობით ვიქმნით პრობლემებს. ჩვენი ძლიერი მხარის ჭრილოვანი გამოხატულება. ძალიან საინტერესო არის და აქვე გავაგრძელოთ ვახო იმ თემით, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს, რას უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავში, საკუთარ რეაქციებში, რომ ამ პროცესის მართვა შეძლებისდაგვარად მარტივი იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ რეალური მიზეზები არის ხოლმე გაუცნობიერებელი და გაუცნობიერებელი არის მათ შორის იმიტომ, რომ ემოციურ ან ხანდახან ფიზიკურ ტკივილს უკავშირდება ეს მატრაუმირებელი მოგონებები. შესაბამისად, ჩვენი ფსიქიკა გვიცავს და ეს ტრავმატული მოგონებები каранტინში ყავს გაყვანილი. ამიტომ ძალიან ხშირად შენ თვითონ მიაკვლიო ამას, აი რაღაცა სპეციალური მომზადების გარეშე შეიძლება რთული იყოს, ეს ერთი. მეორე, თუ გაქექე და მიაკვლიე, შეიძლება იქ ისეთი ემოციური შტორმი წამოვიდეს და წაგლეკოს აბსოლუტურად და გვერდით თუ არ არის ვინმე, ვთქვათ, შერაცხადი პროფესიონალი, რომ წონასწორობა შეგანარჩუნებინოს, ხო? შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს. ამიტომ ასეთი რაღაცეების ქექვას საკუთარ წარსულში მესანგრის ნიჩბით, ხო? ხანდახან მოყვება ხოლმე, ასე ვთქვათ, საკმაოდ სავალალო შედეგები. ეს დაახლოებით იგივეა, აი ბრმააწლავის ოპერაცია სახში სამზარეულოში რო გაიგეთო რა, ცადო. კარაქის დანით. ხო, ამიტომ როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს? უყურეთ, როგორ რაღაცა თუ უმიზეზოთ, აი არაფერი ცუდი არ ხდება, არაფერი ნეგატიური არ ხდება, არაფერი საშიში არ ხდება, არაფერი არ გიტევს და წამოვიდა, აი ეს ნეგატიური შეგრძნებები გაჩნდა და ფიზიკურადაც ორგანიზმი მეტნაკლებად ნორმაში გაქვს. იცოდეთ, რომ იქ არის გადაუმუშავებელი ტრავმა. ხო და ამ შემთხვევაში მივდივართ ფსიქოთერაპევტთან და ვეუბნებით, რომ მიჩნდება აი ესეთი შეგრძნებები და ამ შეგრძნებების მიზეზი მინდა რომ გავიგოთ და დავამუშავოთ ეს ერთი. პირველადი დახმარების სახით რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, ხო? არის სხვა ტექნიკები, მაგალითად, როდესაც ფოთმა აგიტანა, გააცნობიერე ამ დროს სათხარ, რას გრძნობ, რა გესმის, აი ეხლა რას ხედავ, რომ წარმოსახვითი სამყაროდან გამოხვიდე რეალურ სამყაროში, ხო? აქ და ახლა მდგომარეობაში რო ბრუნდები. აღადგინე. ეს არის ასე ვთქვათ, ისეთი ლაითი ტექნიკები, რომლებიც ძალიან ხშირად მუშაობს, როგორც იცით, აი ბავშვობაში მაქვს ზვიგენებზე წიგნი წაკითხული და ავტორი წერდა ესე ირონიულად, რომ მე მაქვს წაკითხული ესეთი რეკომენდაცია, რომ ოკეანეში ზვიგენს თუ შეხვდითო, დაუყვირეთო. რაღაცა ცხვირში დაარტყით მუშტიო. თუ მე თვითონ აკომენტარ, წარმოიდგინეთ, მეტროს მატარებელი მოგექანებაო და დაუყვირე და უქნიე მუშტებიო რა, დაახლოებით ეგეთი ეფექტი ექნება. ის მეთოდები, რომლებიც მოგცემს საშუალებას, რომ საკუთარ თავს უშველოთ, პირველად დახმარება აღმოუჩინოთ, ხო? ამ მეთოდებს ქვია ფსიქოსენსორული მეთოდები, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს როგორც რაღაცებზე დაფიქრებას, ისე სხეულის ჩართულობას, ხო? და ამ შემთხვევაში არის ჩემთვის ნაცნობი ორი ძალიან ეფექტური ტექნიკა. ერთი არის თვალის მოძრაობის მეშვეობით ემოციური დესენსიბილიზაცია, ანუ გაუტკივარება მარტივად რო ვთქვათ. და კეთდება შემდეგნაირად. ესე იგი, დაძინებასთან ახლოს, ხო, ეს სავარჯიში უნდა გავაკეთოთ დაძინებასთან ახლოს, იმიტომ რომ შეიძლება მან ისე მოგვადუნოს, რომ მე სხვა საქმის თავი არ გქონდეს, ხო? სავარჯიში არის ძალიან მარტივი და საყოველთაოდ ცნობილი. ესე იგი, როგორ კეთდება? დაჯექით ისე რომ მიეყრდნოთ რამეს, არ ვდგებით, ვჯდებით. და ვაკეთებთ 10 მოძრაობას თვალებით ვერტიკალურად 1 2, ანუ იქით-აქეთ ერთ მოძრაობად ითვლება, ხო? 10 მოძრაობა ვერტიკალურ მარტო თვალები, თავი არა, ხო? თვალები 10 ჯერ. მერე ჰორიზონტალურად 10 ჯერ. მერე დიაგონალურად 10 ჯერ, მერე მეორე დიაგონალურად ფიფქს ვხატავთ რა ეს. ერთხელ გავაკეთეთ, მერე ეს იგივე სერია მეორედ გავიმეორეთ, მერე მესამედ გავიმეორეთ. ამ შემთხვევაში ძილის წინ. პირველად რომ გააკეთებთ ამ სავარჯიშოს, დააგვერდით, თუ თავი აქ გკივდათ, გულის რევის შეგრძნება იგძენით, თვალები აქ გკივდათ, მაშინ ეს სავარჯიშო თქვენთვის არ შეიძლება. რატო ვახო? რატო? იმიტომ რომ შეიძლება, ასე ვთქვათ,
ცოტა უფრო სერიოზული სიღრმისეული პრობლემები გქონდეს ფსიქიკას არა twins. ასე ვთქვათ, ორგანული რაღაცეები იყოს და ამ შემთხვევაში კლინიკური ფსიქოთერაპევტის ჩარევა არის საჭირო, ხო? ანუ ეს ტექნიკა ამ შემთხვევაში არ იქნება არა. თუ ამ სავარჯიშოს შემდეგ თავი იგზენით მოდუნებულად, კომფორტულად შეგიძლიათ გააგრძელოთ. და აი ეს სავარჯიშო რომ ვაკეთოთ დაძინების წინ კვირაში 4-ჯერ ან 5-ჯერ დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში ეს პანიკური შეტევები ნელ-ნელა მიდის. ესე იგი ეს ტექნიკა მარტივად რო ვუთხრათ მაყურებელს და თან ძალიან კარგი ტექნიკაა და შეიძლება რომ გამოიყენონ შფოთვითი აშლილობის დროს და პანიკური შეტევის დროს, ანუ მძიმე მდგომარეობის დროს, თუ აი ცუდად რო გრძნობ თავს, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობები არის სიმძიმის მიხედვით და პანიკური შეტევის დროს, როცა უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, შფოთვითი აშლილობის დროს და აი უბრალოდ როცა გრძნობ რომ რაღაც ვერ ვარ კარგად, მაშინაც ვერ ვარ კარგად შეიძლება იყოს აქტიურად ვერ ვარ კარგად. მაგალითად ცუდად ვარ, მაგრამ ეს ცუდად ყოფნა მძაბავს. ენერგია მიჩნდება, მაგალითად ბრაზი მიჩნდება, ხო? და შეიძლება იყოს ცუდად ყოფნა პირიქით, რომელიც მადუნებს და მტრკუნავს, ან დეპრესიისკენ მივყავარ. ეს სავარჯიშო საჭიროა მაშინ, როდესაც გაქვს შიშის გრძნობა. გასაგებია. როდესაც შფოთავ, მაშინაც არის შიშის გრძნობა, ხო? აი მაშინ გადასარევად მუშაობს პანიკური შეტევების მოსახსნელად. აი ესეთი ტიპის სავარჯიშოები, ხო? ძალიან კარგად გეხმარება რომ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ჩახსნა ეს პრობლემა. კიდევ თუ სიტუაციაში აღმოჩნდი უშუალოდ. აი ხარ ისეთ სიტუაციაში, სადაც არ გაქვს ამ სავარჯიშოების კეთების თავი, ხდა? გჭირდება რომ სწრაფად დაბრუნდე მეტნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ უფრო მარტივი რამე. როდესაც ჩვენ ხელის გულების აი ამ ნაწილებს უკეთებთ სტიმულაციას, თან ეს უნდა გავდეს მოფერებას რა. აი ესეც. ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი იწყებს შენელებულად მუშაობას. იმიტომ რომ მაგალითად აი როდესაც უკიდურესად ტრავმირებული ვართ, აი როგორი სიტუაცია იცი, აი ღმერთმა არავის მიცეს, აი შენ შვილს ვიღაცა მიარაღი რომ მიუშვირა და უმიზნა, ხო? აი დაახლოებით ესეთი ტიპის პანიკა, ეს არის გამმა მდგომარეობა, რასაც აი ძალიან სწრაფად და დაძაბულად მუშაობს ტვინი. დელტა მდგომარეობა არის, როდესაც ტვინი ყველაზე შენელებულად მუშაობს. ყველაზე დიდი კომფორტი, მოდუნებულობა, ის მდგომარეობა, რომელშიც ორგანიზმი საკუთარი თავის შეკეთებით კავდება, როდესაც გძინავს ღამე. როგორც გაიყვა, პრობლემა როგორც საჩვენა, აი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიწყეთ აი ხელების აი ესეთი მოძრაობა, სტიმულაცია. 1-2 წუთი და ნელ-ნელა ტვინი ნელდება და გვიბრუნდება სიმშვიდე, ხო? თან კარგია ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია აი ეს აკეთო და არ იწვევს ეს რაღაც ექსტრაორდინალურ რეაქციებს გარშემოყოფებისგან, ხო? ვიდრე თვალით გააკეთო, ხო ის ტექნიკა? კი ბატონო. თუ არ არის შესაბამისი გარემოება. მაგრამ იდეალურ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი იქნება გადასარევი. რა თქმა უნდა. იმისთვის რომ იპოვოთ აი ეს პირველადი ტრავმა, საიდან წამოვიდა, ის პირველადი ტრავმა გარდაქმნათ. თქვა ტრავმა რა არის, განშედგება, ხო? ტრავმას აქვს რამდენიმე კომპონენტი. პირველი, ეს არის სხეულის ორგანიზმის რეაქციები, რომელიც უკვე ვთქვით, მეორე ეს არის კუნთოვანი რეაქციები, მესამე ეს არის სუნთქვა. ამაზე მოქმედებს. ეს ყველაფერი იცვლება, როდესაც რაღაცა ტრავმატული მოგონება. მეოთხე კომპონენტი ტრავმის ეს არის განუხორციელებელი სურვილი იმ სიტუაციაში. მაგალითად, გაქცევა მინდოდა ვერ გავიქეცი. მინდოდა დამეყვირა, ვერ დავიყვირა. მინდოდა გამეცინა, ვერ გავიცინე. მინდოდა რომ დედა მოსულიყო, დედა არ მოვიდა და ასე შემდეგ. საინტერესო ისაა, რომ აი ეს განუხორციელებელი სურვილი არის შემდეგ, როგორც ეს დაჭიმული მშვილდის არის. სად გაისურვის მე რა სიტუაციაში ცხოვრებაში ღმერთმაიც. მეხუთე კომპონენტი ტრავმის ეს არის რა ემოციური ფონი მქონდა იქ. მეშინოდა, ბრაზდებოდი, დანაშაულის გზნობა მქონდა, სირცხვილის გზნობა მქონდა, ხო, წყენა, კიდე რაღაც ბუკეტი შეიძლება იყოს მთელი.
კიდე ერთი კომპონენტი ტრავმის არის რა სიტუაციაში ხდებოდა. ეგ გარშემო რა დეკორაციები იყო. მაგალითად, თუ მე ბავშვობაში მცემდნენ სადღაც კუთხეში მიმწვდეულს, შემდეგ ცხოვრებაში ყოველთვის როდესაც აღმოჩნდები კუთხეში, ბუკვალურად ან გამიჩნდება იმის შეგრძნება, ასე ვთქვათ, რომ სიმბოლურად კუთხეში მიმამწვდია სიტუაციამ, ის ტრამატული რეაქცია დამებრუნდება. და მეშვიდე კომპონენტი ეს არის ის შემზღუდავი დასკვნა, რომელიც მე შემდეგ გავაკეთე. მაგალითად, ისე უბრუნდები ყველაზე ხშირ ამბებს, ხო? ოჯახში სიტუაცია იყო ჩემთვის მატრაუმირებელი და გავაკეთე დასკვნა, რომ ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი არის უბედური. და შემდეგ რა მოხდება? აღარასდროს აღარ მოგინდება ალბათ, ხო? ოჯახის შექმნა. ეგ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში შენი ტვინი მოგაქცევ ზუსტად ისეთ სიტუაციაში, სადაც ოჯახში იქნები უბედური. რატო? ჩვენ ტვინს საერთოდ არ აინტერესებს სიბრძნის და იმის, ქვია, ჭეშმარიტების ძიება. ჩვენ ტვინს უნდა ერთი რაღაც. რაზეც არის დაპროგრამებული, ეს უნდა გამართლდეს. რატო? როდესაც რისიც მე სიღრმისეულად, გაუცნობიერებლად მჯერა, მაგალითად, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი არის უბედური, ხო? როდესაც ჩემს ცხოვრებაში რეალურად ეს სიტუაცია ესე თამაშდება, ამ შემთხვევაში ხდება ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა. იმის გამო, რომ მართალი აღმოჩნდა ჩემი ტვინი. ეს კაი ნარკომანივით გაიფობს მერე რა. და შეიძლება, ასე ვთქვათ, ბედის სერიოზული დეფორმაცია გამოიწვიოს, აბსოლუტურად დაუნგრიოს ადამიანს ცხოვრება, აი ტრავმის შედეგად გაკეთებულმა რაღაცა შემზღუდავმა ნეგატიურმა დასკვნამ. იმიტომ რომ მე იმ დასკვნის ჭრილში უყურებს მთელ დანარჩენ ცხოვრებას. და როგორც წესი, ეს ტრავმები, რომლებიც განსაზღვრავენ 80%-ით ადამიანის შემდგომ ბედს, ხდება ხოლმე ჩასახვიდან, სადღაც 7-8 წლამდე ასაკში. ადრეული ბავშვობის პერიოდი. იქ სადაც კრიტიკული აზროვნება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ვერ ვიცავთ თავს. იმისგან, ასე ვთქვათ, რა მივიღოთ, რა ვისწავლოთ და რა უკუვაგდოთ, ხო? ყველაფერი შემოდის რიხინით, როგორც სასარგებლო, ისე უსარგებლო. საბედნიეროდ ეს გადაკეთებადია, მაგრამ ამას ძალისხმევა ჭირდება მე. კი ბატონო, და ისიც ვთქვათ აქვე, ვახო, რომ ძირითადად მაინც ესე გგონია, რომ ტრავმასთან დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, მძიმეა და მტკივნეულია, მაგრამ ეს რაღაც ჩაგტოვებს პროცესში, დიდი ხანი სჭირდება, რა ვქნა და ისეთი დამოკიდებულება ჩნდება, რომ ვაიმე რა მეშველება. და რა თქმა უნდა, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ სწორ ადამიანთან მისვლით ძალიან მარტივად შესაძლებელი არის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ერთ საათში. ხო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ტრავმას მივაგენით, უშუალოდ თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ეპიზოდი ძალიან სწრაფად დავამუშავოთ. და ესე ვთქვათ, უბრალოდ როგორ ხდება, რომ ეს ტრავმა სწორად მუშავდება. სწორად დამუშავება რა ქვია? რას ქვია? ორი რაღაცა უნდა მოხდეს. პირველი, აი ეს ნეირონული ქსელი, რო ვთქვით, მოგონებას და ტკივილის ზონას შორის რაც გაჩნდა. ის უნდა ჩავხსნათ, გავათავისუფლოთ, რომ ადამიანს აღარ ტკიოდეს, როდესაც ამაზე ფიქრობს, ეს ერთი, და მეორე, უნდა შევცვალოთ ის შემზღუდავი სოფლმხედველობა, რაც იქ ჩამოუყალიბდა, ისეთი მსოფლმხედველობით, რომელიც მიცემს ადამიანს საშუალებას, რომ გარე სამყაროში მეტი პოზიტიური შესაძლებლობა დაინახოს და საკუთარ თავში მეტი უნარი და ნიჭი დაინახოს, ხო? და ეს ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად. თვითონ გადამუშავების პროცესი შეიძლება ერთი კონსულტაციის ფარგლებში მოგვარდეს და კონსულტაციის შემდეგ კიდევ 3 კვირის განმავლობაში მე ტვინი უკვე თავისით, ასე ვთქვათ, აგვარებს აი ამ ტრავმის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს შენ ცხოვრებაში, ხო? გადალაგებით არ დაკავებული, ამიტომ არის ხოლმე რომ აი კონსულტაციის მერე კლიენტებს ვეუბნები. ერთ კვირაში მომწერეთ, მეორე 2 კვირაში მომწერეთ, მერე 3 კვირაში მომწერეთ. თუ მითხარით როგორ ხართ და რეები იცვლება თქვენ ცხოვრებაში. ვახო, რომ შეგხვდი და ეს ინფორმაცია გამიზიარე, ჩემთვისაც იყო უცხო ეს ინფორმაცია. უბრალოდ მაყურებელს მინდა გაუსიარო ეს, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემს გავსად შეიძლება ბევრმა იფიქროს ახლა, რომ რანაირად შეიძლება ტრავმის დამუშავება 1 საათში და მე ყველაფერი კარგად არის.
არ ვიცი რატომღაც მგონია რომ ეს იმასთან არის დაკავშირებული რომ გარშემო ჩვენ გვესმის მუდმივად ეს ინფორმაცია ანუ ძირითადად ინფორმაციის დონეზე ვრჩებით ტრავმასთან დაკავშირებით და რასაც უყურებთ ჩვენ რეალობაში ვხედავთ იმას რომ ეს პროცესი გრძელდება ხან გრძლივად არ ვიცი ხან მგონია ხოლმე რომ ერთგვარი რომანტიზებაც კი ხდება უკვე ტრავმის ძალიან ისეთი პოპულარული თემა უკვე და ყველა ლაპარაკობს ამაზე კი კარგია რომ ლაპარაკობენ მაგრამ ლაპარაკი მარტო ხო არ შველის ეს უნდა დავამუშაოთ კარგად ყოფნა გვინდა ხო ჩვენ და ძალიან გულწრფელად გავაზიარებ ამ ინფორმაციასაც რომ სადღაც მაინც მეც ასეთი ინფორმაციით ვიყავი როდესაც შეგხვდი და ვისაუბრეთ ამ თემაზე რომ თურმე შესაძლებელია ძალიან მარტივად ერთ საათში ტრავმის დამუშავება და ჩემი რეაქცია იყო ერთი რომ გამიხარდა, იმიტომ რომ ნეტა თუ მართლა შესაძლებელია და მეორე ეჭვი არ გამჩენია, მაგრამ დავინტერესდი, უფრო ინტერესს დავარქმევდი ამას და ხმამახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამაში დავრწმუნდი და ვახოს შემიძლია 100%-ით დავეთანხმო უკვე იმაში, რომ ტრავმა არ არის ის, რაც შეიძლება ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში მუშაობდეს, ჩვენ გვითრევდეს, ჩაგვითრიოს მერე და ეს პროცესი მერე ჩვენ გვტანჯავდეს. თუ შესაბამის სწორ ადამიანს ვიპოვით, როგორც ვახომ თქვა, ნამდვილად 1 საათში შეიძლება რომ ეს დამუშავდეს და ვიყოთ ძალიან კარგად და ვახო ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ამაში დამარწმუნე პრაქტიკულად. ძალიან მიხარია და კიდევ ერთი რაღაცა მინდა დავამატო. ტრავმის დამუშავების აუცილებლობა ყოველთვის არ არის. მაგალითად, როდესაც ჩემთან მოდის კონსულტაციაზე ადამიანი და ზირთად ეხლა ძალიან ცოტა ადამიანი მოდის და გეუბნება რომ ყველაფერი კარგად არის და კიდევ უკეთესად მინდა, ხო? ზირთად მოდის ადამიანი რაღაცა ტკივილით. ის კი პირველს ვეკითხები ეს რაღაც ამის მაგივრად რა გინდა. ხო და ხანდახან მე-18-ს დაზე იმიტომ რომ ისია შეჩვეული ადამიანი ამ ტკივილზე ფიქს ვეკითხები აბა რა გინდა აი ამ ნეგატიური მდგომარეობის მაგერად ეს გინდა აბა მოდი ხა გავარკვიოთ რატო გინდა ეს როგორ იმოქმედებს შენ ცხოვრებაზე და ვქმნით იმ მიზანს თერაპიის მიზანს ხო რის გამოც ვართ ასე ვთქვათ ამ კონსულტაციაზე მოსულები იმიტომ რომ მე ნებისმიერ კონსულტაციას აღიქვავ როგორც პროექტს ამ პროექტს უნდა კონდეს კონკრეტული მიზანი, კონკრეტული ვადები, კონკრეტული რესურსები და ძალიან გასაგები შედეგი, ასე ვთქვათ, ფინალში. გასაგებია რომ ადამიანი რობოტი არ არის და არის ხოლმე რაღაცა ხარვეზები, ხო, მაგრამ ისეთი მომენტი რომ კალითად ადამიანთან მუშაობდე წლების მანძილზე ერთ პრობლემაზე. ნუ ეს კლინიკურ ჟანრთან არის ძალიან ახლოს, იმიტომ რომ თუ ეს არ არის ორგანული დარღვევა თუ ის თუ ფსიქიატრიის სპექტრი არ არის, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფად უნდა ხდებოდეს ადამიანის გამოჯანმრთელება. და რას ვამბობ, ტრავმის დამუშავება გჭირდება მაშინ, როდესაც ადამიანს ვერ გამოსდის აი აქ აზროვნების ცვლილება. მაგალითად, ვნებისით რაღაცას, შეგიძლია წარმოიდგინო შენი თავი მომავალში, რომელიც არის უფრო წარმატებული, ან უფრო ჯანმრთელი, ან უფრო ბედნიერი. დახუჭა თვალები ადამიანო და კი დავინახე. გადასარევი. ეს კი მუშაობთ მომავლის მიმართულებით, ხო? აბა ამაში რა უნარები გჭირდება? აბა გეგმა როგორ დავსახოთ? მიდის აკეთებს. არნაირ ტრავმებში არ ვძვრებით, ასე ვთქვათ, ხო? აი იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ვერ გამოსდის საკუთარი თავის დანახვა, ეს რას ნიშნავს? ტვინის შემოქმედებითი ნაწილი რაღაცით იბლოკება და რითი იბლოკება? იბლოკება ზუსტად იმით, რომ ტვინის ემოციურ ნაწილს ტკივა რაღაც და ვერ გამოსდის შინაგანად ქვეცნობიერ დონეზე აი ამ გეგმის ჩამოყალიბება. აი ამ შემთხვევაში, ანუ თუ რაღაცა კოგნიტიური სააზროვნო ოპერაცია ვერ გამოსდის ადამიანს, აი მხოლოდ მაშინ მივდივართ. ასე ვთქვათ, ტრავმებში. ხო და ეს ინფორმაცია აშკარად ჩვენ ნაკლებად გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ტრავმა დაკავშირებულია იმასთან ზოგადად, რომ უნდა დამუშავდეს. იმიტომ რომ ჩვენთან ტრავმა ესე მგონია, ხო, ხალხში გავრცელებულია ტრავმის შესახებ ეს ინფორმაცია, რომ თუ ტრავმა არსებობს, ის უნდა მოშუშდეს, დამუშავდეს, ასე ვთქვათ და თურმე ასე არ ყოფილა. ჩვენ ფსიქიკას აქვს ძალიან გადასარევი მექანიზმი საკუთარი თავის
გამოჯანსაღების და ტრავმების მოშუშების. თერაპიის ამოცანა, სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დაუბრუნოს ადამიანს საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების თვითკმარობა. ანუ ის მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს საკუთარი წონასწორობის აღდგენას, ტრავმების გადახარშვას, თვითგანახლებას, განვითარებას. როდესაც ეს, ასე ვთქვათ, ავტომატურ რეჟიმში იწყებს ნორმალურ მუშაობას, წარმოიდგინე, ბორბალია და ჯოხია გაჭხერილი. თუ ვერ ბრუნავს რა. ამოვიღეთ ჯოხი, ფსიქიკამ დაიწყო ნორმალურად მუშაობა. ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნოთ ადამიანს დამოუკიდებლობა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ერთი ტრავმა დავამუშავეთ, მეორე, მესამე, 27 და 59, რაღაცა მომენტში ადამიანი კარგავს აი ამ ავტონომიურ უნარს, რომ საკუთარ თავს თვითონ უშვებს. თვითრეფლექსიის უნარი ალბათ. არა მარტო თვითრეფლექსია, აქ არის სხეულის მუშაობაც ძალიან დიდი, ხო? ტვინი და სხეული ერთად უნდა დაალაგდნენ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. და ძალიან ბევრ ტრავმას ტვინი თვითონ ამუშავებს. როგორ? მეხსიერებაში ჩვენ ვინახავთ სხვადასხვანაირად მომხდარ მოვლენებს. მაგალითად, თუ რაღაცა ნეგატიური მოვლენა ჩვენ გვახსოვს ისე თითქოს ისე ვიქვართ, ანუ გახსოვს ეს ფილმად, ხარ პირველ პირში ისე ვიქხარ და ეს ფერადია, კაშკაშაა, გახმოვანებით, სუნი, გემო შეგზნება, ანუ ტვინს ამ შემთხვევაში გონია, რომ ეს ისე ხდება. მისთვის ეს არის აწმყო, წარსულად არქივში არ ჩაუბარები ეს მოგონება, მარტივად რო ვთქვა და შესაბამისად ეს სხეულში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, ხო? ჩვენ გვაქვს ბუნებრივი მექანიზმი, რომელსაც ქვია დისოციაცია. რას აკეთებს ტვინი? რაღაც ნეგატიური მომენტი თუ მოხდა, ჩვენი წარმოსახვის მეშვეობით ამ მოგონებას იღებს და უკეთებს ესეთ რაღაცას. აი წარმომადგენლებს რომ გამოვედი აქედან და მაგალითად ვახოს აი მოსიამოვნო მომენტში შევხედე გვერდიდან. შემდეგ ამ სურათს აპატარავებს და პატარა ეკრანზე ნანახი ფილმი და დიდ ეკრანზე სხვადასხვანაირ ანუ ემოციურად ვეღარ მოქმედებს ესე ძლიერად. აღარ განგრევს. აშავ თეთრებს და ცოტა შორს წევს. გაშორებს, ხო? ხო? აი ეს ბუნებრივი დისოცირების მექანიზმი კარგად მუშაობს თუ ამას არ შეუშალა რაღაცა შინაგანად ხელი. მაგალითად, ჩემი საქმე არის, რომ აღვადგინო ეს ბუნებრივი განგურნების მექანიზმები, რაც შეიძლება სწრაფად რომ ადამიანმა თვითონ დაალაგოს შემდეგ საკუთარი თავი. ძალიან საინტერესოა და ვახო, ეს რაზე არის დაკავშირებული? ადამიანის ემოციურ მოწიფულობაზე, ფსიქოლოგიურ მოწიფულობაზე, ინტელექტზე, მზაობაზე, თუ ტრავმის ხარისხზე? რამდენიმე რაღაცა. ერთი. შეიძლება ტრავმა იყოს იმდენად ძლიერი თვითონ ფიზიკური შეგრძნება ტკივილის, აი ადამიანს აჯანჯღარებდეს პირდაპირ, რომ ეს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც რეფლექსიაზე, ინტელექტუალიზაციაზე, ანალიზზე პასუხისმგებელი, უბრალოდ პარალიზებას უკეთებდეს. ვერ აზროვნებ იმას. ტვინი არ მუშაობს, ხო? ანუ ინტელექტი ეცემა რეპტილიის დონემდე, კოკერ-სპანიელის დონემდე. ამ შემთხვევაში ხარ განწირული არასწორი დასკვნების გაკეთებისთვის, სანამ დაახლოებით როგორ რაღაც კბილი, რომ ძალიან გტკივა და ამ დროს კვადრატული განტოლებების ამოხსნას გთხოვენ რა. საინტერესოა. ანუ ძლიერი ტკივილი შეიძლება იყოს შემოფერხებელი, ერთი შიგნიდან და მეორე შეიძლება იყოს შემოფერხებელი ფსიქიატრიული აშლილობები და ეს არის სუფთა სამედიცინო ამბავი, ხო? და მესამე ის ინფორმაციული კონტექსტი, რომელშიც ადამიანი არის მოთავსებული. იმიტომ რომ გარემო არის უძლიერესი თავისი ზემოქმედებით ჩვენზე. როგორც წესი, გარემო გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს ინდივიდზე, ვიდრე ინდივიდს გონია და ინდივიდი გაცილებით უფრო სუსტად მოქმედებს გარემოზე, ვიდრე თვითონ გონია, ხო? შესაბამისად, რა იდეებს, იდეოლოგიას, გზებს გთავაზობს გარემო. მაგალითად, თუ გარემოში ხდება ტანჯვა-წვალების რომანტიზაცია, ბავშვობიდან ამას კითხულობ, ხედავ, გესმის, ყველა მხრიდან გიყვებიან, რომ აი როგორ წვალობს და როგორი ყოჩაღია. ქართულ ენაში შორის ეს სხვა ენებში არ შემხვედრია. საწყალი პატიოსანი კაცი.
რატო ერთად? პატიოსანი კაცი ავტომატურად უდრის საწყალი. ხო. ძალიან სერიოზული დიაგნოზია ცივილიზაციური ამ შემთხვევაში, ხო? აი რა რწმენა წარმოდგენებს გვასწავლის კონტექსტი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანების პრობლემები გვარდება უბრალოდ იმით, რომ შენეუნები რომ თუ სხვანაირად შეიძლება. როგორც კი ხედავს ადამიანი სხვანაირადაც შეიძლება 90% პრობლემა ქრება. რომ შეიძლება მაგალითად ცვლილებები ხდებოდეს სწრაფად, იოლად, სიცილკისკისით და ამას არ ჭირდებოდეს რაღაცა ტკივილის გავლა, ხო, რაღაც ჯოჯოხეთის წრეებზე, ექსკურსია. ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფად იცვლებიან ადამიანები. და ვახო გამოდის რომ ტრავმების სიმძიმე და ტკივილიანობა, ასე ვთქვათ, რომელი ტრავმა რა სიმძაფრეს და ტკივილს და რეაქციას იწვევს, განსხვავებულია ერთმანეთისგან თუ თითქმის ერთნაირი სიმძიმის არის? არა, სხვანაირია და ეს გამომდინარეობს მგრძნობელობიდან. ბუნებრივად ჩვენ სხვა მგრძნობელობა გვაქვს, ხო? ზოგი უფრო მგრძნობიარია, ზოგი ნაკლებად მგრძნობიარია გარემოს მიმართ, ხო? რაც უფრო მგრძნობიარია ადამიანი, მით უფრო ღრმად ტრავმირდება. ხო, აი ეს კითხვა უნდა დამესვა ზუსტად, ანუ მივდივართ ტრავმებამდე თუ მივდივართ ინდივიდებამდე. ანუ ტრავმა შეიძლება ორ ადამიანს ზუსტად ერთი და იგივე თუნდაც ზუსტად ერთი და იგივე სიტუაციაში ჩამოვკანო. გარემოება იყოს ზუსტად იგივე, მაგრამ ადამიანი, ინდივიდები იყვნენ განსხვავებულები. ერთი ადამიანი აღიქვამს ძალიან მძაფრად, მეორე ადამიანი ნაკლებად მძაფრად და ანუ ტრავმაზე კი არ არის გამოდის, დამოკიდებულია ინდივიდზე, მის ინდივიდუალიზმზე, მის მგრძნობელობაზე, რამდენად ემოციურად და მგრძნობიარად აღიქვამს დეტალებს. მათ შორის, მაგრამ ეს არის ერთადერთი. რის გამოც ხდება, ხო, იმიტომ რომ თვითონ სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, ტრავმა, რომელიც უკავშირდება სიკვდილსიცოცხლის თემას, ერთია და ტრავმა, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ბავშვობაში დაფასთან ლექსი ვერ თქვი და შეგარწყვინეს, სხვა რაღაცა. კი. ამიტომ ხო, აი აქ იმას ვუპასუხებთ ახლა, რომ ტრავმები რა თქმა უნდა განსხვავდება სიმძიმის და ტკივილის განცდით, ხო? იმიტომ რომ როგორც თქვი ზუსტად ტრავმა, რომელიც სიკვდილს უკავშირდება და ტრავმა, რომელიც კლასში რაღაც ვერ გამოგივიდა, აი ამას უკავშირდება, რა თქმა უნდა, ამას ვერ შევადარებთ, მაგრამ შეიძლება იგივენაირად შეიძლება რომ ეს ტრავმა დამუშავდეს, ეს მძიმე ტრავმა, როგორც აი ეს მსუბუქი, ასე ვთქვათ, კლასში გამოხატული მსუბუქ ტრავმას რო ვეძახით. კი ბატონო. შეიძლება მსუბუქ ტრავმას დაჭირდეს 15 წუთი და მძიმეს 2 საათი. ხო, ერთი და იგივე დრო, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რადგან მძიმეა, იმას არნიშნავს, რომ იმას დასჭირდეს თვეები და წლები. აი ეს იყო ჩემი აღმოჩენა, მოკლედ. როცა გამიზიარე ეს ინფორმაცია. თუ ტრავმატულმა გარემოებამ არ დამართა ადამიანს ფსიქიატრიული დაავადება, რამე. ხო? იმიტომ რომ მე მიმუშავია მაგალითად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ომგამომლილ ვეტერანებთან, ხო, მათ შორის საქართველოში. და აი ხანდახან არის ხოლმე, რომ ეს არა ადამიანური პირობები, რომლებიც მათ აქვთ გამოვლილი, ხო? ხანდახან, ასე ვთქვათ, სამედიცინო ჩარევასაც მოითხოვს. ანუ იქ დაზიანებულია არა მარტო აზროვნება, არამედ თვითონ მოწყობილობაც, twin და პერიფერიული ნერვული სისტემა. და იქ შედარებით, რა თქმა უნდა, ხანგრძლივია ეს პროცესი. შეიძლება ქრონიკულიც იყოს. და ქრონიკულიც იყოს. შეიძლება ადამიანს ქრონიკულად ჭირდებოდეს, ну როგორც მინიმუმ რაღაცა დროის შემდეგ, რაღაცა პერიოდებით მონიტორინგი და ექიმთან კონსულტაცია და კვირვება. ვახო, მადლობა, საკმაოდ კარგი ინფორმაცია გაგვიზიარე ტრავმის შესახებ. მარტო ინფორმაცია კი არ გაგვიზიარე, ტექნიკებიც, რამდენიმე ტექნიკაც გაუზიარე ჩვენს მაყურებელს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. თავარი რაც შეიძლება კიდევ ერთხელ წამოვიღოთ ამ საუბრიდან არის ის, რომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ამაში ძალიან დიდი ტრაგედია არ არსებობს და შეიძლება რომ მარტივად გავხდეთ ბედნიერები. თუმცა ამაშიც არ მოვაქცევთ ამ ერთ ჩარჩოში ყველაფერს და ბოლოს ისაუბრე, რომ არსებობს რაღაც პატარ-პატარა გამონაკლისები.
დავასრულოთ ეს თემა, შევაჯამეთ უკვე და შემდეგი კითხვა და თემა ჩემი არის, ახლა აი ეს ყველაფერი, ეს ფსიქოლოგიური თემები პროფესიულ გარემოს დავაკავშიროთ და ვისაუბროთ, როგორ გადადის დაუმუშავებელი ტკივილი პროფესიულ გარემოში ამ თემაზე. ისე პრინციპში როგორც ყოველ დანარჩენ კონტექსტში და სიტუაციაში, აი მოგიყვებით ესეთ кейს ჩემი პრაქტიკიდან, ქალბატონი იყო ძალიან კარგი მოლაპარაკებელი, სანამ იქით მეორე მხრიდან შეხვდებოდა ვიღაცა ავტორიტარული ფიგურა. და ენა უარდებოდა მუცელში, აზრები ერეოდა და ვერ გამოსდიოდა მოლაპარაკებებში ისეთ შედეგიანობის მიღწევას, რასაც გეგმავდა და დავიწყე თამაში გარკვევა, თურმე მამი ნაცვალი იყო ესეთი ავტორიტარული ტიპი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ ოჯახს და ამას პირობითი რეფლექსი ჩამოუყალიბდა. აი როგორც კი აი მანერაზე ქონდა ესეთი რეაქცია და რა ხდებოდა ფსიქოლოგიურად, ხდებოდა 5 წლის ბავშვი. ასე თქვა, ხო და იმ მომენტში მოლაპარაკებაზე ავიწყდებოდა ყველა ის ცოდნა უნარი გამოცდილება, რაც 5 წლის შემდეგ შეიძინა, ხო? ანუ რეალურად ზრდასრული ადამიანია 5 წლის ბავშვის ფსიქოლოგიით. შესაბამისად, ძალიან ხშირად წაგებული რჩებოდა ხოლმე მოლაპარაკებებში და გადავამუშავეთ ამბავი და ერთი კონსულტაცია გახდა აუცილებელი იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოხსნოდა საერთოდ, ხო? ეს ერთი. მეორე მომენტი, ადამიანმა წამოიწყო თავისი ბიზნესი, თავისი საქმე და აი რაღაცა ზღურბლამდე ავიდა, რაღაც მაჩვენებლამდე ავიდა, ფინანსური შედეგიანობის და შემდეგ რაღაცა მისტიური მიზეზებით აღარ იზრდება მისი ბიზნესი. ხან ანუ პერსონალსაც ასწავლის, თვითონაც ვითარდება. აი აბსოლუტურად ყველაფერს რაციონალურად, ლოგიკურად, რასაც საღი აზრი მოიცავს, ადამიანი ყველა ძალისხმევას ასე ვთქვათ, დებს ამ ზრდაში, ვერ გამოდის. ანუ ბაზარზე სიტუაცია არ არის ისეთი, რომ ვერ გაიზარდოს. ხო და აი აქ ირკვევა ხოლმე რა, რომ სადღაც რომელიღაცა ასაკში მან გაუცნობიერებლად ისწავლა, რომ დიდი ფული ეს არის საშიშროება, ან სირცხვილი, ან ჩვენი ოჯახის ტრადიცია არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ოჯახის ტრადიცია სიღარიბეა. ესეც საკმაოდ სწრაფად მუშავდება ხოლმე. კიდე ერთი მომენტი, ერთი кейსი მახსენდება ბლოგერთან, რომელსაც 30,000 გაუმწერი ყავდა და მეტი ვერა. TikTok-ზე საუბარი. ხო, მეტი ვერა უნდოდა, მაგრამ კი, ყველაფერს აკეთებდა, სარეკლამო ბიუჯეტებს ხარჯავდა. ხო და რომ გავიარეთ მასთან, მისი ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ, რატო ეჯიდავებოდა, რატო უშლიდა ხელს, აღმოჩნდა, რომ რაღაც სკოლაში, ადრეულ კლასებში მასწავლებელმა შეარწყვინა, ასე ვთქვათ, ყველას წინაშე. და ჩაუჯდა გონებაში, რომ, ასე ვთქვათ, როდესაც ბევრი ადამიანი გიყურებს, ამ დროს გრძნობ თავს ცუდად. და შესაბამისად, ეს აუდიტორიის ზრდა გამოდიოდა მისთვის აი მოგონების ტრიგერი. გადავამუშავეთ ეს და ერთ კვირაში 100,000-მდე ავიდა. კაი რა. ეს დეტალური ესეთი კითხვა იქნება პროფესიული და მაგ ინდივიდუალურ кейსთან დაკავშირებით, ვახო რომ ვთქვათ როგორ გადამუშავდა საუბრით თუ რამე ტექნიკებით. საუბრით და ტექნიკებით, მოდი ესე ვთქვათ. ანუ როგორ მუშავდება ესა თუ ის ტრავმატული მოგონება. პირველი გჭირდება ასე ვთქვათ ფსიქოსენსორული ტექნიკები, რომ სხეულში გაქრეს ეს დისკომფორტი, იმიტომ რომ ეს მოგონება რო ახსენდება, მანამდე საერთოდ არ ახსოვდა, დავიწყებული ქონდა ეს მოგონება, ხო? ეს სკოლასთან დაკავშირებით. ეს რო ახსენდება, ხო, სხეული იგუმშება. ეს მომენტი. პირველი, აი ეს რეაქცია უნდა გავაქროთ ერთი და მეორე უნდა შევცვალოთ მისი დამოკიდებულება აუდიტორიის ზრდის მიერ, ანუ ბევრი ადამიანი რომ იყურებს, ეს არის სასიამოვნო, კარგი და გასახარებელი. და არა შემარცხვენელი და ასე შემდეგ. კი, და ესეთ შემთხვევაში ძალიან სწრაფად დგება ხოლმე შედეგი. განსაკუთრებით სწრაფად დგება შედეგი იქ, სადაც ადამიანი უკვე არის იმ სიტუაციაში, სადაც არის ხელსაყრელი გარემო. ხანდახან არის ხოლმე, რომ აი ამ პრობლემური მიზეზის დამუშავების შემდეგ რაღაცა დრო გადის. მაგალითად, ვიმუშავეთ ერთ-ერთ პიროვნებასთან ანალოგიურად,
ეხლა 21 საუკუნეა ბიზნესი ძალიან ხშირად მოიცავს ასე ვთქვათ საზოგადოებრიობას, ხო საჯაროობას, გარეთ გამოსვლას სოციალებში. აქაც ესეთ სიტუაცია იყო, ანუ გაყიდვები ვერ მისდიოდა წესიერად, თუმცა პროდუქტიც კარგი, ყველა ძალისხმევა, ასე ვთქვათ, რაციონალური და ნორმალური, გვერდზე ერთი კონკურენტი იგივეს აკეთებს და იმას გადასარევი გაყიდვები აქვს, მეორე კონკურენტი აკეთებს იმასაც გადასარევი გაყიდვები აქვს და აქ იყო ასევე წარსულში, იყო რაღაცა ეპიზოდი, რომელიც ოღონდ ამ შემთხვევაში საჯაროებასთან არ იყო კავშირში, იყო კავშირში იმასთან, რომ ეს ადამიანი სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა, იქ აბსოლუტურად ყველას, ვინც იყო მის გარშემო, ჰქონდა დაბალი ამბიციები ძალიან და ამან ეს დაბლოკა არა, ამას ქვია ოჯახური ლოიალურობა, ხო, იმისთვის რომ მე ვიყო ჩემი ოჯახის წევრი, მე უნდა ვიყო ესეთი. ეს გაუცნობიერებელი მექანიზმი. ხო, რო არ გამრიყვონ. კი. და შესაბამისად ეს რო გადაამუშავეთ, ძალიან სწრაფად 2-3 კვირის განმავლობაში დაიწყო ამ ადამიანმა ესეთი ძალიან სწრაფი ზრდა. რატო? იმიტომ რომ გარშემო იყო უკვე იმ სიტუაციაში, სადაც ეს იყო შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ანალოგიურად ძალიან ბევრი შემთხვევა უბრალოდ, როდესაც იმუშავებთ, აი, რამდენიმე თვეში, ნახევარ წელიწადში, მაგრამ მაინც მიდის იმ შედეგამდე ადამიანი. ეს იმ შემთხვევაშია, თუ ეს ხელსაყრელი პირობები არ აქვს. მაგალითად, არ არის ჯერ იმ ბაზარზე შესული, სადაც ეს პირობები არის, ხო? და ამ დროს რას აკეთებს? მის ქვეცნობიერს მიყავს იქ იმ სიტუაციაში, სადაც ეს მიზანი გახდება რეალიზებადი. იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი რას აკეთებს? ეს მუშაობს სიტუაციების მეშვეობით. თუ ჩემი ქვეცნობიერი არ დაპროგრამებული წარმატებაზე, მე ძალიან ხშირად მოხვდები სიტუაციებში ადამიანებთან იმ ზუსტ დროსა და სივრცეში, სადაც შემდგომ მივხვდები, რომ აგერ არის ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა და რაციონალურად ამისთვის მოქმედებ და ვაკეთებ. და რას ნიშნავს, რომ ტვინი არის დაპროგრამებული და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? კაი შეკითხვა, რას ნიშნავს ტვინი არის დაპროგრამებული? ჩვენი ტვინი პროგრამდება შინაგანი ფილმების მეშვეობით. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი გონება, ეს არის კინოთეატრი ერთი მაყურებლისთვის. ეს ერთი მაყურებელი შენ ხარ. და აი იქ გარკვეული რეპერტუარია, რომელსაც ძალიან ხშირად ადამიანი ვერაცნობიერებს. რა კინოები ტრიალებს მის თავში მომავლის შესახებ. და აი ეს კინოები აღიქმება სამოქმედო პროგრამად მისი ქვეცნობიერისთვის. საერთოდ ნებისმიერი ქცევა რო გაჩნდეს, მაგალითად მინდა წყალი. წევარ დივანზე, ცხელა, წყურია. სანამ ავდგები მივალ მაცივართან გამოვაღებ და იმ ცივ წყალს დავისხავ და დავლევ, წამის მეათედებში გამიელვებს ფილმი ჩემ შესახებ, რომელიც ადგა, მივიდა, გამოაღო მაცივარ წყალი დალია და წყალი რო დალია, მე დავინახე, რომ მას ეს იამოვნა. და ეს ფილმი მიქმნის მოქმედების ალგორითმს და მიზანს რისთვის, რომ სიამოვნება მივიღო. ანალოგიურად. სულ ეს ხდება, ხო? ყველა ქმედების უკან ეს პროცესები არის. უბრალოდ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, იმიტომ რომ ეს ბევრჯერ არის გაკეთებული და ავტომატურშია უკვე გადასული თორე. ქცევის მოდელი აი ამ ფილმის სახით. მსგავსია. არის. ეს ქცევის მოდელი შეიძლება იყოს ადეკვატური, რომელიც ასე ვთქვათ, გვაძლევს საშუალებას, რომ სწორად და შედეგიანად ვიმოქმედოთ. შეიძლება იყოს მოძველებული. ეს ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც 20 წლის წინანდელი კალენდარი აქვს თავში. და მოქმედების სტილიც ესეთი აქვს, სამოქმედო პროგრამა არ შეცვლილა. შეიძლება ეს პროგრამა იყოს დაუსრულებელი. მაგალითად, თუ გინდათ რომ ადამიანმა რაღაც არ გააკეთოს, მოვთქვათ ცადე. და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ აი მე ვცადე, რომ გამომეღო კარი. აი რა ფილმს ხედავ ამ დროს თავში. აი ხედავ ფილმს, სადაც მე კარი გავაღე და გავედი. ან ვერ ხედავ. ან ხედავ ვცადე კარის გაღება, ხო, მივედი კართან, ვეჯაჯგურები და ვერ გავაღე. ან კი, ან ვერა. ანუ ესეთნაირად დასმული ამოცანა არ ქმნის 100%-იან მიზანმიმართულობას და 100%-იან, ასე ვთქვათ, ქმედებითობას სასურველი შედეგის მიმართულებით. ესე იგი, გამოდის, რომ
ეს ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ დავაპროგრამებთ twins, ჩვენ მართავთ, ჩვენ ვაპროგრამებთ twins. არა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიცით რომ ესე ხდება და თუ ჩვენ თვითონ ამას ვაკეთებთ. შენ თვითონ თუ ამას არ აკეთებ, შენს twins აპროგრამებს ყველა ვისაც არ ეზარება. დაწყებული საბავშვო ზღაპრებიდან და დამთავრებული რა. მეორე ნაწილი ეგ უნდა მეთქვა, ხო კი. თუ უნდა დამერთო ამ წინადადებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ და დავაპროგრამოთ ჩვენი twin-ი, თუ ეს ნაწილი უნდა გამეგრძელებინა. გავაკეთებთ მაგ რაღაცებს, რაზეც ისაუბრე. სინამდვილეში, საკუთარი twin-ის დაპროგრამება არის საკმაოდ მარტივი ამბავი. დღეში თუ დავუთმეთ 1-5 წუთი. პირველი, რაც უნდა გავიგოთ, რომ twin-ი პროგრამდება გამეორებით და წარმოსახვით. მაგალითად, თუ მე წარმოვიდგინე საკუთარი თავი, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში უფრო თავდაჯერებულია, ხო? ოღონდ წარმოვიდგინე როგორ, იმისთვის რომ ქვეცნობიერი დავაპროგრამოთ, თვალი უნდა დახუჭო. შინაგან ტრეკზე უნდა ხედავდე ამას. დახუჭე თვალი და წარმოვიდგინე რომ კინოთეატრში ხარ და შენ წინ არის დიდი ეკრანი. და ამ დიდ ეკრანზე ხედავ ვიდეო კლიპს, სადაც შენ ზუსტად ისე იქცევი, როგორც შენ. აი მაგალითად, გეჯავრება სპორტი. აი არ ქსიამოვნებს, მაგრამ გჭირდება. რომ დაინახო მაგალითად საკუთარი თავი, რომელიც სპორტით არის და რაღაცას ვარჯიშობს და ამ დროს სახეზე ძალიან ბედნიერი გამომეტყველება აქვს, ხო? შეიძლება დააპროგრამო შენი განწყობა. ხო და რას აკეთებ? ერთხელ წარმოიდგენ, მეორე წარმოიდგენ, 3-ჯერ 4-ჯერ ეს კლიპი უნდა ნახო. მერე წარმოიდგინო ეს ყველაფერი დახუჭული თვალით. მერე წარმოიდგინე რომ შიგნით შეხვედი. ამ ახალ ქცევის მოდელში, ხო, პირველ რიგში. და წარმოიდგინე რომ პირველ პირში გადიხარ ერთხელ, მეორედ, მესამე. და შემდეგ ისევ გვერდიდან. ერთხელ ნახე, მეორედ, მესამე. ანუ 3-ჯერ გარედან, 3-ჯერ შიგნიდან, 3-ჯერ ისევ გარედან. აი ეს რო გააკეთო, ну რა უნდა 5-10 წუთი, ხო? დღეს, ხვალ, ზეკ, რაღაცა დღეების განმავლობაში რო აკეთო ეს, ხო? ზოგს 3-ჯერ ჭირდება ამის გამეორება, ზოგს 30-ჯერ. ხო, ინდივიდუალურია კი. რაღაც მომენტში აღმოაჩენ რომ ზუსტად ესე იქცევი, თან ყოველგვარი თვითკონტროლის გარეშე, ძალდატანების გარეშე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ნებისყოფის ძალით საკუთარი აზროვნების, ემოციური მდგომარეობის, ქცევის ცვლილება არის ძალიან ენერგოტევადი. ბევრი ენერგია ჭირდება, რომ ჩემი თავი ვაკონტროლო, ეს ერთი. მერე საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი ქმნის დაძაბულობას. დაძაბულობა თქმავს შემოქმედებითობას. ანუ ვეღარ ვქმნი ახალს ვერაფერს. და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოსახვა და გამეორება იმისთვის, რომ შევქმნათ ეს ცვლილებები და საინტერესო რა არის, ესეთნაირად შექმნილი ცვლილებები ძალიან მზგრადია. შემთხვევით ცხოვრება გაკვეს მერეს. იმიტომ რომ სტაბილურია და ჩანსახია, გაცნობიერებულ გააზრებულია. მოვიდა ჩემთან ერთხელ მეგობარი და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ექიმმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დავიკლო ზონაში, იმიტომ რომ სხვანაირად დიაბეტი დამემართება. ხო და შეგიძლია რამე დამაპროგრამო, დამაგიპნოზო. დამიპროგრამე twin-ი. ხო, რომ შემიყვარდეს სპორტი, ან ესე არ მეზიზღებოდეს. კაი მეთქი რომ საათზე იღვიძებ. ნუ 10-ზე სადღაც იღვიძებ და მე რას აკეთებ მეთქი. მე ნუ რა ვიცი, გამოვილი ყავას დავლე მუსიკას მოვსვენ, მე შეიძლება წავიდე ჩემ კომპანიაში დავხედო რა ხდება, შეიძლება სხვა რაღაცით დავკავდე. კაი, მოკლედ დილით დრო გაქვს. გადასარევ. სავარძელი ხო გაქვს სახში, კი. აი მეთქი მინდა გააკეთო ესეთი რაღაც დაჯექი სავარძელში. და წარმოიდგინე საკუთარი თავი, ეს დახუჭე თვალები და ზუსტად ეს სავარჯიშო რას თქვით, ხო? 3-ჯერ წარმოიდგინე შენი თავი, რომელიც მე მაგალითად რა გინდა მეთქი. ნუ დასაწყისისთვის რომ აი ვიარო მაინცო ფეხით, ხო? რაღაც კილომეტრების რაოდენობა დღის. კაი. წარმოიდგინე საკუთარი თავი, რომელიც დადის და ამ დროს სახეზე აწერია სიამოვნება. ერთხელ, ორჯერ, 3-ჯერ, მე შეგინდან, მე გარედან. ამაში ფულს გიხდიანო? ამისთვის მოვედი შენთანო. მე ის მეგონეო შენო რაღაცა. ისე საინტერესოა რა გონიათ. აი ძალიან საინტერესოა რა გონიათ ხოლმე ამ დროს, აი რა შეიძლება, რა სელიან. შენგან მეტი რა უნდა. სამი ტიპის კლიენტი არსებობს. პირველი
ყველაფერი დაინგრა და სასწრაფოდ გადამარჩინეთ, აი თქვენი იმედი მაქვს და ჩამოგიდებ, ადამიანი შეშინებული, ტკივა, გასაგები ამბავია. ამშვიდებ, აწნარებ, ნელ-ნელა საკუთარი ცხოვრების კონტროლს უბრუნებ. ეს ერთი. მეორე ადამიანი ეს არის, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც მოვიდა უბრალოდ იმის გასაგებად, აბა რას აკეთებ. ჯერ არის შემოწმება? ჭირდება, არ ჭირდება, მაგრამ ვიღაცამ უთხრა, ან სადღაც ნახავ, დაინტერესებულია, რომ პრაქტიკულად სადოს მიხვდეს, რომ ესე ვთქვათ, შეიძლება რაღაცაში გამოიყენოს თვითონ, რომ იცოდეს, ჭირდება თუ არ ჭირდება რა. და მესამე ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ზუსტად მოდის გეუბნება, რომ აი ესეთი პრობლემა მაქვს, აი ეს ცვლილება მჭირდება, ამაში ვიხდი ფულს, ხო? არის კიდე მეოთხე კატეგორია, რომელიც მოელის სასწაულს. აი, ეგ კატეგორია იყო შენი მეგობარი. ხო, შეიძლება ესე ვთქვათ, მე საინტერესო რაღაცა მოხდა. დაიწყო ამან ამის კეთება და მე ვთხარი, ხო ვიცი, რომ ზარმაც პეტრე ხარ. აი, რამდენჯერაც გააკეთებ ამ სავარჯიშოს, იმდენჯერ მე გამომიგზავნე SMS-ი რომ გააკეთე. ხო და მიგზავნის ერთი 5-6 დღე ამ SMS-ებს და მეც კვირა გავიდე დაახლოებით და მეკითხა რა გამიჩალიჩეო, რა გამიჩალიჩე. ჭდილით მეღვიძება 7 საათზე მეღვიძება და წევარ და არ ვიცი რისთვის ვიწვევ და მე ვდგებიო 10 საათზე. ხო მე ჩემგან რა გინდა მეთქი. გააგრძელე მეთქი სავარჯიში. რაღაცა დაახლოებით 2 კვირაში სურვილი გაუჩნდა, რომ ძაღლი გაესეირნებინა გარეთ. მანამდე დედამისი ასეირნებდა ხო. ხო და 3 კვირის თავზე გაუჩნდა ეს მოთხოვდა სიამოვნების მიღება დაიწყო ამით და მე მიყვა და მე ცურვაზე წავიდა და ასე შემდეგ. ანუ რას ვამბობ, ესეთი მიდგომა ძალდატანების და თვითკონტროლის გარეშე ქმნის აი ამ ცვლილებებს ჩვენში. რაც მე ჩვევად გადაიქცევა ჩვენში. ესეთნაირად შეიძლება დავაპროგრამოთ ქცევა, ესეთნაირად შეიძლება დავაპროგრამოთ ემოციური მდგომარეობა, იმიტომ რომ ემოციური მდგომარეობა არის კონკრეტულ სიტუაციაში გქ, ხო? მაგალითად ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ სფეროში მინდა აი ესე ვგრძნობდე თავს და შეგიძლია საკუთარი თავი დაინახო, რომ ესე გრძნობს თავს. შეგიძლია დააპროგრამო აზროვნება ესეთნაირად. შეიძლება დააპროგრამო სწავლა. მაგალითად რაღაცა სწავლობ და გინდა რომ ეს სწავლის პროცესი მიდიოდეს ლიწინით. არა მარტო ეფექტურად, არამედ ლაღაც სიამოვნებით, ხო? მაგალითად უცხო ენას სწავლობ, მაგალითად ფინანსებს, არ აქვს მნიშვნელობა. რაღაც ტრენინგებზე დადიხარ ინსტიტუტში, რაც გინდა. ფიზიკურ უნარს ითვისებ. აი, ვარჯიშის წინ თეორიულ წუთი რომ დაუთმო იმას, რომ ეს ვიდეოები დაატრიალო შენ გონებაში, როგორ სწავლობ სწრაფად, მარტივად და მხიარულად და გამოგდის, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მიდის სწავლის პროცესი. ესე იგი, წარმოსახვა არის ერთ-ერთი ნომერ პირველი ტექნიკა ჩვენი, რაც ჩვენს ტვინს დააპროგრამებს დადებითად. მასე და ჩემს ვასწავლეთ სურვა ერთ დღეში. სურვის სწავლა თუ ტვინის დაპროგრამებით? არა აქვს მნიშვნელობა რა სწავლობთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენმა ქვეცნობიერმა შინაგან ეკრანზე დაინახა ეს ფილმი, სადაც ეს არის შესაძლებელი, ის იწყებს ამის ცდას. მართლა ისწავლობა ხო? კი, მართლა ისწავლა. ასე მარტივად? ხო, ხა ბატერფლაით ვერ ცურავდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღარ იძირებოდა. აღარ იძირება. იცი რა არის ჩვენ იმასაც ვართ მიჩვეულები ვახო, მგონი ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის ის არის, რომ რაღაც ჩაგვიდეს რა ეს ზოგადად ხო ძალიან ბევრი კულტურული სტიგმა არის რა ჩვენ გარშემო. აი ტრავმასთან დაკავშირებით წეღა რო ვისაუბრ ტრავმაზე, ტრავმის რომანტიზება მაგალითად, რომ აი ჩაგვითრიოს და ჩავყვეთ. და აი ესეთი ტექნიკებთან დაკავშირებით კიდევ რაც თქვი ეს ადამიანი რომ მოდის და რაღაცას რო ელის შენგან, რაღაც სიმძიმეებს შენგანაც, ანუ თვითონ რა ტკივილითაც მოდის მოელის რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი და რთულად მოსაგვარებელიც. გგონია ადამიანებს ხშირად რომ აი ეს რაღაცები არის ძალიან რთული და მან თუ ცდებით ყველაზე მეტად რომ არ არის რეალურად რა რთული და თუ არ გავართულებთ რაღაცებს და ძალიან მარტივად შევხედავთ, ძალიან მარტივადაც შეიძლება მოგვარდეს. მოდი ესე ვთქვათ, რომ რთული შემთხვევები არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო იშვიათად. ვიდრე ჩვენ ვიდრე ჩვენ ამას აღვიქვათ, ეს ერთი. მეორე, როდესაც ადამიანი არის მხიარულ განწყობაზე,
როდესაც იცინის ის ახალ ნეირონულ ქსელებს ქმნის 10-12 ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე დრამატული ემოციების და შინაგანი მდგომარეობის ფონზე. ამიტომ მაგალითად, მე მასწავლიდან გენიოსები. ის ადამიანები, ვინც ეს მიმართულებები საერთოდ შექმნეს, ხო ეს ხო? რიჩარდ ბენდერი, ეს იყო სტივენ გილიგენი, ეს იყო კოვალიოვი აკადემიკოსი, ძალიან ბევრი. აბსოლუტურად ყველა სასწავლო პროგრამა ამ ადამიანებს, სტენდაპია რა. ხარხარებ მათთან ერთად რო ეს სწავლო. და, გარდა იმისა, რომ იუმორის გზნობაც ბუნებრივად ჰქონდათ კარგი, მე მივხვდი, რომ ეს ტექნოლოგიის ნაწილია. იუმორი ვახ ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ იუმორი შემოქმედების ფორმაა. საინტერესო რა არის? თუ ადამიანმა შეძლო გაცინება, აი ზუსტად იმ მომენტში, ან ზუსტად მას შემდეგ, როდესაც გიყვება რაღაცაზე, რაც მისთვის არის ტრავმატული ან რთული, ძალიან სწრაფად იწყებს ცვლილებას. ამიტომ ეს დრამატიზაცია კლიენტის ანამოვა ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი ამოიცვითო, რომ სახეთ სერიოზული დრამატული კონდეთ. ხა არის რაღაცა, როდესაც ადამიანი მოდის და მართლა საჟინელებები გადახდა, ადამიანური თანაგრძნობა არსებობს, ხო? მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვა, აი ადამიანს ხედავ პირველად. კი ბატონო, მას ჰქონდა რა თავისი ნეგატიური მომენტები, მაგრამ აი ხა მე ამასთან ერთად ღაპაყუპით ცრემლები, ვერ წამომივა. თუ წამომივა, სამკურნალო ვარ. ხო, კი, შენი პროფესიაა, ხო მინიმუმ. უყურე როგორი რაღაცაა. ადამიანს თუ გინდა უშველო, მასთან ერთად თუ ჩახტიან ემოციურ მორევში ორივე დაიხჭობით. სხვათა შორის სულ ეგ მეგონა, რომ ეგ იყო გამართლებული, რომ აი შენც იქ უნდა ჩახვიდე, გაითავისო. მე პროფესიონალი მოცურავი, 10 წელი ვცურავდი პროფესიონალურად და შესაბამისად რამდენიმეჯერ მქონია ცხოვრებაში, რომ გადამირჩენია ადამიანი. ხო და ადამიანის გადარჩენას რო ცდილობ, რომ იხჭობა, ხო? აი იმ შემთხვევაში თუ შენ აბა მოდი, რაღაც ხელი მომკიდე, ის გახჭობს. ისე ჩამოგეკიდება და ისეთ პანიკაშია, რომ გბოჭავს და მიყავ ხარ ფსკერზე ამ დროს. ამ შემთხვევაში რა საკეთებ? თმებში კიდებ ხელს და მოათრევ, ხო? ძალიან ხშირად თერაპიის პროცესში ძალიან მდგრად ნიადაგზე უნდა იდგე ემოციურად, რომ ადამიანი შეიძლება სწრაფად ამოიყვანო ამ ემოციური მორევიდან. და არა ჩაყვე. კი ბატონო. ადამიანი, რომელსაც ტკივა, ადამიანი, რომელიც პანიკაშია და შენ ეკითხები, აბა მოდი ახლა რა ვქნათ? იმან არ იცის რა უნდა ქნას, დაპანიკებულია. ამ შემთხვევაში ადამიანს სჭირდება ძალიან სწრაფი და ზუსტი ინსტრუქციები, რომ როგორც მინიმუმ ტკივილისგან გათავისუფლდეს, რაც შეიძლება მალე. ტკივილისგან რო განთავისუფლდება, მე გაიხსნება ადამიანს თქვენი და აი მე დავიწყოთ იმაზე საუბარი. აი რა გვინდა და რა მიმართულებით გვინდა. აი ადამიანი ორმოში ზის, ხო? ეს ზემოდან რო დაადგე ორმოდან, აბა როგორ ხარ, აბა რამდენი ხანი ზიხარ, აბა დედამ რომ მოქმედა იმაზე რომ შენ ამ ორმოში ზიხარ. ჯერ ჭირდება კიბე, ამ ორმოდან ამოვიყვანოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე მსოფლმხედველურ რაღაცეებს. ჯერ ტკივილი უნდა მოვხსნათ. ძირითადად თანადგომასაც ხოველით ხოლმე ელიან ადამიანები ასეთ დროს. კი ბატონო. და როდესაც აი ამ თანადგომას ვერ იღებენ, ამაში გულისხმობ იმას, რო არ ჩაყვები და გადადიხარ პირდაპირ ტექნიკებზე და დამუშავებაზე. მათ რეაქციებზე არა ისახება ხოლმე? არა, მთლად მასე არ არის. თერაპიის დასაწყისში, კონტაქტის დასაწყისში. ოსტატობა მდგომარეობს რაში? რომ ადამიანის ქვეცნობიერთან ისე სწრაფად დაამყარო ნდობა, რომ ის გადმოვიდეს შენ მხარეზე და უშველოს თავის პატრონს. რატოა კლიენტი კლიენტის როლში? იმიტომ რომ მას აქვს დაკარგული კავშირი მის ქვეცნობიერთან. აი, მისი შინაგანი ძალა, სიბრძნე, აი ამასთან ჩახსნილია კავშირი. ხა ისე არ არის რომ ადამიანს აი შემოვიდა დაждდა და აბა მოდი ეგრევე ტექნიკები გავაკეთოთ. არა. კი, ყველა მოდის ტკივილით, ყველა პირველ ეტაპზე რასაც ეძებს არის თანადგომა და ემოციური კავშირი სპეციალისტთან, ნდობა. და მე არის მზაობა უკვე დანარჩენი ეტაპებისთვის. კი. როდესაც 15 წუთში რო ტკიოდა და აღარ ტკივა, ამაზე კარგი დამარწმუნებელი არ არსებობს. მეტი ნდობა რა ხო გინდა ხო? რატო ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა რაც შეიძლება სწრაფად იგრძნოს პოზიტიური ცვლილება. იმიტომ რომ ეს მას შთააგონებს, რომ პოზიტიური ცვლილებები არის A შესაძლებელი და მერე B სწრაფად შესაძლებელი.
როდესაც ადამიანს მერე აი მაგალითად დაამუშავე რაღაცა პრობლემა და თხოვ, აბა მოდი დაბრუნდი ამ პრობლემურ მდგომარეობაში და ვერ გამოსდის. და თვითონაც უკვირს როგორ აი ხო ვფიქრობდი მაგალითად აი ქალბატონთან მუშაობდი ერთ რამდენიმე კვირის წინ, სახლიდან ვერ გადიოდა. სახლის კართან რომ მიდიოდა, ნუ შიში ფრობდა. ვიმუშავეთ დაახლოებით 9 საათი და მეთქი სახლში ხარ ახლა და კი, აბა მეთქი გადი. ტელეფონი დაიკავე და გადი. გავიდა სახლიდან. მეთქი ცუდად ხარ არა. მოკლედ 300 მეტრი წავიდა სახლიდან, მანამდე რამდენიმე წელი ვერ გამოდიოდა საერთოდ და გადასარევად ვარო. ანუ კაი, მეთქი შეგიძლია აღიდგინო ეს შიში. ვერა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი სწრაფი ცვლილებების გამოცდილება მიიღოს კლიენტმა. იმიტომ რომ მას უჩდება რწმენა იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ერთი და შემდგომი მუშაობის პროცესი მე ხდება ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. სხვა შორის ამ თვალსაზრისით ჩვენი ქართული აუდიტორია, როგორც კლიენტი, არის ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და მადლიერი. აი, ხო არის სტერეოტიპი, რომ ჩვენ რაღაც უდისციპლინო ერი ვართ. ქართველი კლიენტის უდისციპლინობა მაქსიმუმ შეიძლება გამოიხატებოს 15 წუთი დააგვიანოს კონსულტაციაზე. მაგრამ რაც შეეხება იმას თუ როგორ მოდის შენთან მუშაობაში, ანუ ძალიან ცოტა პროცენტია ადამიანებისა ჩვენთან, ვინც მოდის და მთლიანად შენი მეტზეა. არა, მზად არის პროცესში ჩართულობისთვის, ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველა საყვარელი აუდიტორია ჩვენი. სამუშაოთ, იმიტომ რომ აი სხვაგან მქონია გამოცდილება, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნებში მუშაობისა, ძალიან ხშირად არის, რომ მოდის და აბა მოდი, კენით რამე. რომ ჩემი ასე ვთქვათ, დანგრეული ცხოვრება უცებ გადაიქცეს სამოთხე. ალბათ იმდენად გვინდა კარგად ყოფნა და ეს სურვილი ჩვენ იმდენად მაღალია, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ესეთი დისციპლინირებული კლიენტები არიან. კი ბატონო, ასევე ვიტყოდი ბუნებრივი ამბიციურობაც გვაქვს და ეს კარგია. ეს ამბიციურობა გააჩნია რა კონტექსტშია მოთავსებული. ეს არის ჩვენი სიძლიერე და სისუსტე. აი ქართული ხასიათი უნდა დავყოთ ორ ნაწილად. ერთი ქართველი სახლში, მეორე ქართველი უცხოეთში. აი უცხოეთში მოხვედრილი ქართველების ალბათ 80-90%, როგორც წესი, იმ სიტუაციაში, იმ საქმეში, სადაც არის მოხვედრილი, ძალიან დიდ წარმატებას აღწევს. ხდება ორგანიზებული, მიზანდასახული, დისციპლინირებული, ლიდერული და ასე შემდეგ. ეს ერთი, გარემო იცვლება. მეორე, როდესაც არის სახლში. ანუ აბსოლუტურად ისეთ კონტექსტში, რომელიც არის მის მიმართ ლოიალური მეგობრული და ასე. აი, იქ ხდება მოდუნებულობა და აქედან დაასკვნა, ხო? რომ ჩვენ ძალიან კარგი გადარჩენის სტრატეგიები გვაქვს და არ გვევარგა ცხოვრების სტრატეგიები. ანუ როდესაც არის პრობლემა, სირთულე, კრიზისი, მობილიზდებით და როდესაც პრობლემები აღარ არის, არ ვიცით როგორ განვაგრძოთ ჩვენი ყოფიერება. ანუ ამას მთელი ჩვენი წარსულის ტრამვები, მთელი ისტორიის განხილვამდე ჩავლათ ალბათ მაგის მიზეზები. ნაწილობრივ მანდარი მიზეზები, ხო, იმიტომ რომ სულ ვომოვდით. კი, ხო და ძალიან გავცდებით მოკლედ ჩვენს თემას და მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ ზუსტად მიმოვიხილეთ ეს კითხვა და ეს თემა, შემდეგ თემაზეც გადავიდეთ. ჩვენ ძირითადად ვართ ხოლმე ან თავდაცვით პოზიციაში, ან მორგებად პოზიციაში. ნუ რადიკალურია ეს ყველაფერი, შეიძლება ბალანსი გქონდეს და არ ვიყოთ. შეიძლება შემტევის პოზიცია. და შეიძლება შემტევის პოზიცია. რატომ ვირჩევთ ამ როლებს? მიზნებიდან გამომდინარე, ოღონდ არსებობს მიზნები გაცნობიერებული და მიზნები გაუცნობიერებელი. გაუცნობიერებელი მიზნები ყალიბდება ტრავმების ზეგავლენით, აღზრდის ზეგავლენით, სწავლის ზეგავლენით, შთაგონების ზეგავლენით, ხო? შეიძლება ცნობიერად, მაგალითად, გეგმავდე კარიერულ ზრდას და ამ დროს შენს ქვეცნობიერს დიამეტრალურად განსხვავებული მიზნები გქონდეს. 6 წლის ბავშვს. შესაბამისად, როლებს ვირჩევ. როლი ეს არის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი. იმისთვის, რომ განახორციელო რაღაცა მიზანი, იმისთვის, რომ დაიკმაყოფილო რაღაცა მოთხოვნილება, მაგისთვის შედიხარ ამ როლში. ხო? აი, ამიტომ ვირჩევთ.
და ვახო რაღაცნაირად ესეთი წარმოდგენა გვაქვს ხოლმე, რომ განვიხილავთ ამ როლებს, ვაფასებთ მერე რა, ან დადებითად, ან ნეგატიურად. და ახლა შენი პასუხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთ კარგით და ცუდით ამ პოზიციებს ვერ შეაფასებ. ეს არის კონკრეტული სტრატეგიები, როდის რა სჭირდება შენ, როდის რა გჭირდება შენ. კი ბატონო, ერთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რომ ვიყო თავდაცვის როლში. აი მეორე სიტუაციაში იგივე როლი შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსარგებლო ან საზიანო, ხო? და ნებისმიერ როლი. ამ თვალსაზრისით არ არსებობს ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, უარყოფითი დადებითი. არსებობს, როგორც ლუი პასტერი იძახდა, ჭუჭყი, ეს არის სასარგებლო ნივთიერება, მოთავსებული არასწორ ადგილას. Sustad. აი მდოგვი სოსისთან ერთად თეფსზე გადასარევია, მაგრამ მდოგვი ჭრილობაში, ვერა. შესაბამისად, თუ არ მოგწონთ რაღაცა როლი საკუთარი თავის, რაღაცა თვისება, კითხეთ საკუთარ თავს, აი ეს თვისება, ეს როლი რა სიტუაციაში მომიტანს სარგებელს. იმიტომ რომ ეს როლი არ გაჩნდა, ასე ვთქვათ, მოწმენდილ ცაზე, ხო? ეს როლი გაჩნდა იმიტომ რომ შენს წარსულში სადღაც ამას მოქონდა სარგებელი. და უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი, ვახო, თუ ან ჯანსაღი რომელია ამ სიტუაციაში, წარსულში გჭირდებოდა ეს სტრატეგია და ვიყენებდით. და ახლაც გჭირდება? ჯანსაღი სტრატეგია არის, როდესაც თქვენ ირჩევთ. ხო, აი, ზუსტად მანდ მივდივარ, იმიტომ რომ მეც პირადად მეგონა, რომ აი ეს თავდაცვით პოზიციაშია ახლა. ეს ძალიან მორგებად, ჩემ თავზეც მაგალითად, რომ თვითრეფლექსია გამიკეთებია მერე და მერე ამის შეფასება ხდებოდა, რომ აი ეს რაღაც არაჯანსაღია და ეს თქვათ ჯანსაღია. ახლა მივხვდი, რომ აქ არ არსებობს ჯანსაღ არაჯანსაღი. დამოკიდებული არის იმაზე, როდის რა როლი და რა სტრატეგია გჭირდებოდა. თუ ამოვდივართ იდეოლოგიიდან, თუ ამოვდივართ რელიგიიდან, როგორც კი ხვდებით ესეთ ნააზრევს, რომ აი ეს არის ჯანსაღი, ეს არის არაჯანსაღი, ეს არის სწორი, ეს არასწორი, საქმე გვაქვს ან იდეოლოგიასთან, ან რელიგიასთან. კი. როდესაც სხვა ტერმინებში ვაზროვნებთ, ეს როლი რამდენად სასარგებლოა აქ და რამდენად უსარგებლოა იქ, როდესაც ამას უყურებთ როგორც ინსტრუმენტებს. კი. ამ შემთხვევაში, მაშინ პრაგმატული მიზანდასახვის მოსაზრებებიდან გამოვდივართ, ხო? ანუ რეალობიდან გამოვდივართ. იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე ტიპის რეალობა. არსებობს მაგალითად უნიტარული რეალობა, სადაც თავარია წესები და პრინციპები. სანამ შენ იცავ წესებს და პრინციპებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ეწინააღმდეგება საღაზრს, ფაქტებს და ამ შემდეგ, აი თავარია იცავ წესებს. კი. სანამ ამას აკეთებ, კარგი ბიჭი ხარ, აჰა, შენ გამფეტი. როგორც კი არ ღვევ წესებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს წესების დარღვევა უფრო თუ ამას მოაქვს უფრო კარგი შედეგი, არა. მაგალითად ინკვიზიცია. ხო? ყველა ვინც არ შეესაბამება ამ წესებს, უნდა დავწვათ ან კონსოლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში. არსებობს სხვა ტიპის რეალობა, სადაც მთავარია შედეგი. და იმ შემთხვევაში თუ რაღაცა წესები გვიშლის ხელს შედეგის მიღწევაში, მოდი შევცვალოთ წესები და პრინციპები. გააჩნია რა გინდა. კი ბატონო. აი მე თუ აღმოვაჩენთ რომ ვართ თავდაცვით პოზიციაში ან მორგებად პოზიციაში, ეს ჩვენთვის არის რომ რაღაცაზე მიგვანიშნებს და დავფიქრდეთ და შესაძლელ გასავითარებელი გვაქვს რაღაც. ერთი მარტივი შეკითხვა დასვით, რა მიზნით ვაკეთებ ამას? რატო არა? რა მიზეზით არა? რა მიზნით? რა მიზნით? What for? რისთვის? რისთვის ვაკეთებ ამას? და თუ მე თუ ხდება მიზნის გაცნობიერება და ეს სტრატეგია, ეს როლი რამდენად კარგად მიყავ ხარ იქამდე? კი ბატონო. მშვენიერი. და თუ არა? აქ შეიძლება როგორი რაღაცა იყოს. აღმოაჩინე რომ ეს მიზეზი თუ ბუდიში ეს მიზანი შენი არჩეული არ არის და ხვის თამაშში ხარ უბრალოდ ფიგურა. აი მანდ მინდოდა ზუსტად ჩასვლა. აი მანდ უკვე არის დასაფიქრებელი. ხო და ეს გიბრუნებს სუბიექტურობას. კი. და მე რა მინდა, მე ისთვის ვარ ამ პროცესებში ჩართული ერთი და თუ აღმოვაჩინე რომ ეს როლი მე ასე ვთქვათ ამ მიზნის მიღწევაში ვერ მეხმარება, მაშინ ვიფიქროთ როგორ შევცვალოთ როლი. ზუსტად, კი. კი. ანუ სარგებლობაზე მიდის ეს სასარგებლოა ჩემთვის თუ რაღაცის ზეგავლენის
ზეგავლენით ვარ აქ ამ როლში და უნდა დავტოვო ახლა ეს. იმისთვის რომ გასაგები გახდეს რამდენად სასარგებლოა, უსარგებლოა, უნდა გქონდეს ჩვენ თავთან გარკვეული საზრისები, რისთვის ცხოვრობ და მაშინ ხდება გასაგები, ხო, ეს სასარგებლოა ჩემი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისთვის თუ არა, ღირებულებები უნდა მქონდეს გარკვეული და მიზნები. ანუ საბოლოო ჯამში რისთვის, ხო, ეს გლობალური პასუხი თუ მაქვს, გენერალური მიმართულება, სად მივდივარ ჩემ ცხოვრებაში, რას ვავითარებ, აი მაშინ ძალიან მარტივი ხდება იმის ანალიზი, რა როლი, რა ინსტრუმენტი მეხმარება ამაში ან მეწინააღმდეგება. კი ბატონო, მადლობა. და ბოლო კითხვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვახო, უსაფრთხოების განცდა. როგორ იწყება უსაფრთხოების გამძლეობის და ფსიქოლოგიური აღდგენის გზა და განსაკუთრებით უსაფრთხოებაზე უფრო მეტი რომ ვისაუბროთ. როდესაც საუბრობთ უსაფრთხოებაზე, ასეთ უსაფრთხოების ფსიქოლოგიაში არსებობს საშიშროების ცნება, ხო და საფრთხის ცნება. საფრთხე ეს არის პოტენციურად ყველაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს. საშიშროება ეს არის ისეთი საფრთხე, რომლის დადგომის შემთხვევაში შენ არ გაქვს სამოქმედო პროგრამა. ანუ ეს თუ მოხდა, არ ვიცი რა ვქნა, ხო? ანუ პირველი, იმისთვის რომ უსაფრთხოების ამოცანები გადავწყვიტოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია შევადგინოთ აი ამ საფრთხეების რუკა. სხვანაირად შეიძლება წავიდეთ. მაგალითად, რა საფრთხეები შეიძლება დამემუქროს ჯანმრთელობის კუთხით. რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ჩემს ფინანსებს, რა საფრთხეები შეიძლება დამემუქროს კარიერული კუთხით ამ ბიზნესში. რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ჩემს საზოგადოებრივ სტატუსს, რეპუტაციას, კომუნიკაციებს, რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ჩემს პირად ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას და ასე შემდეგ, ხო? როდესაც გვაქვს ეს რუკა გაცნობიერებული, შემდეგ დავფიქრდეთ, ხო, აი, რას უპირისპირებ ამ საფრთხეებს. მაგალითად ჩამოვწერეთ, ხო, ვახო ესენი? ხო, ჩამოვწერეთ, მე რას ვაკეთებ იმ შემთხვევაში, თუ სადღაც მაქვს თეთრი ლაქები, ასე ვთქვა და არ ვიცი, აი ამ საფრთხეს რა დაუპირისპირო, ამ შემთხვევაში რა მჭირდება? ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, ამ შემთხვევაში რა ვქნა უბრალოდ, ხო, შეიძლება საექსპერტო აზრი, შეიძლება ვიღაცა პროფესიონალის ჩარევა. იმიტომ რომ თუ არსებობს საფრთხეები, სადაც ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა ანტიკრიზისული, ყველა ესეთი საფრთხე პოტენციურად ძაბავს ჩვენს ფსიქიკას. ვაცნობიერებთ ამას თუ ვერ ვაცნობიერებთ ამას. ესაც შეეხება აი ამ კუთხით. გარდა ამისა არსებობს კიდევ სიტუაციები ხანდახან, ანუ შინაგანი მდგომარეობა ადამიანის, როდესაც ხდება რეალური საფრთხეების და წარმოსახვეთის საფრთხეების ერთმანეთში არევა. ეს ემართებათ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ რაღაცა სტრესის ქვეშ, ან რომლებსაც აქვთ რაღაცა ძალიან ინტენსიური კრიზისების გამოცდილება. აი მაგალითად PTSD, ხო, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა. რა არის? ეს როდესაც შენ წარმოსახვით რაღაცეებზე რეაგირებ, როგორც რეალურს, მაგალითად ადამიანი ომიდან დაბრუნდა. კი. მანქანამ ჩაიარა და მაყუჩიდან გაისროლა დიდი ხნით, ხო და ეს გაწვა ასვალზე ეგრე მელიქიშვილს. ხო და შესაბამისად ამ შემთხვევაში თუ ესეთ რაღაცეებთან გვაქვს საქმე, აქ თერაპიული ჩარევა არის ძალიან კაი. კი, მაგრამ ეს PTSD-საც მიაწერენ ხოლმე ყველაფერს და ახლა მაგალითიც მოიყვანე ტრაუმის, ეს ბევრად სხვა სიმძიმის სწორი ტერმინია იყო. PTSD-ს დროს რა ხდება, იცით, ჩვენ გვაქვს აღქმის ზღურბლები, ხო? აი მაგალითად არის ხმები, მოდი ხმების მაგალითზე ავიღოთ. აი უფრო დაბლა რო ვერ გვესმის, რა, ასე ვთქვათ, გარკვეული დეციბელების ხმები გვესმის და იმაზე ჩუმი ხმები ვეღარ გვესმის. და არსებობს მაქსიმალური ზღვარი, ხო? ხმამაღალობის, აი ამის ზემოთ ვეღარ ვარჩევთ ხმას. PTSD-ის დროს ხდება აი ამის გაფართოება და ადამიანი აღიქვავს უფრო დიდ სპექტრ ინფორმაციას და შესაბამისად ეს იწვევს ქმნის დატვირთვას ფსიქიკაზე. რისთვის აკეთებს ეს ამას? საშიშროების პირობებში, ომში მაგალითად ადამიანს ნევროზი თუ არ დაემართა, ძალიან მალე დაიღუპება. რატო? იმიტომ რომ ნევროზის დროს ხდება გაფართოება, ასე ვთქვათ, აღქმების, ყველა გაფაჩუნებას, ყველა რაღაცა გამონათებას მნიშვნელობა შეიძლება კონდეს გადარჩენისთვის. შესაბამისად,
PTSD არის მდგომარეობა, როდესაც გაიჩხირა იმ მდგომარეობაში და ნორმას ვეღარ დაუბრუნდა რატომაც რომ ყველაფერს ვერ მიაწერო ამას. ვახო, ძალიან დიდი მადლობა. მე სიამოვნებით გავაგრძელებდი ასე საათობით შეთან საუბარს. ნამდვილად არ დავიხლებოდი, მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს მთელი პროექტი ისე გავწეროთ, რომ მაქსიმალურად სტრუქტურირებული იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია გააზიარე ახლა და მე ვფიქრობ, რომ მაყურებლის მხრიდანაც ამას სჭირდება მიყოლა, გაყოლა და გააზრება და გაცნობიერება, იმიტომ რომ ახლაც პროცესშიც მეც ისე ვარ, რომ წამოყევი, მაგრამ რაღაცებზე აი ჩანაწერს მაგალითად კიდე უნდა ჩაუჭდე რამდენჯერმე. მე ვფიქრობ, რომ შენი თითოეული სიტყვა არის განძი და ისეთია, ბევრჯერ რომ უნდა მოусმინო და სკამზე რო დავდგე შეიძლება კადრში გამოჩნდები. გაძლევ უფლებას. ხო და ისე გავაკეთოთ მოკლედ, რომ აი მაქსიმალურად ერთი თემის გარშემო სტრუქტურულად ვისაუბროთ ისე, რომ აი საკმარისი იყოს თემატურად მაყურებლისთვის იმ თემის დამუშავება, აღქმა და თუნდაც იმ ტექნიკების წაღებაც, რაც ახლა გააზიარა და ძალიან ბევრი კარგი ტექნიკა გააზიარა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის და ძალიან მინდა რომ ინფორმაციულიც იყოს ეს ჩანაწერი და ეს საუბარი ჩვენი მაყურებლისთვის. მარტო ინფორმაციული კი არა, პრაქტიკული იყოს და აი ვიღაცას თუ დავეხმარებით თუნდაც იმით ამ შენი ტექნიკებით, რომ რაღაც გაჭედილი ახლა პრობლემაშია და თუნდაც ვერ ახერხებს, რომ შესაბამის სპეციალისტს მიმართოს და თუნდაც ეს საუბარი, თუნდაც ეს ტექნიკები მისთვის იქნება ერთგვარი შვების, ტკივილის მორჩენის, ასე ვთქვათ და სიამოვნების და ბედნიერების მიმნიჭებელი, ვიქნები ძალიან ბედნიერი მე და დარწმუნებული ვარ რომ შენც. კი ბატონო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უფრო გამოყენებითი ხასიათი მივცეთ ჩვენ შემდგომ საუბრებს, ხო? აი იმ კონკრეტული თემების ირგვლივ, რასაც ავირჩევთ, რომ იყოს, ასე ვთქვათ, არა მარტო შემეცნებითი, არამედ ძალიან პრაქტიკული, ისე რომ ადამიანმა თვითონ შეძლოს ამის ზუსტად გამოყენება, იმიტომ რომ შფოთი, ტრავმა და შიშები, ეს მაინც თერაპიასთან ძალიან ახლო რაღაცეებია, მაინც პროფესიონალის ჩარევა ჭირდება ხშირად ამ ამბავს.